ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე. მოგესალმებით, ეს არის გადაცემა ქალაქი ამბობს, მე ვარ მისი წამყვანი შორენა ცხოვრებაშვილი და დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ერთ კონკრეტულ პრობლემაზე, რომელიც არც თუ ისე იშვიათია ჩვენს ქალაქში, მაგრამ ჩვენ ერთ კონკრეტულ პრობლემას შევეხებით. სანამ სტუმარს წარმოგიდგენდეთ, გეტყვით, რომ ჩემი სტუმარია ეკა გულუა, რომელიც დამიკავშირდა რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით და რაღაცნაირად თავის პრობლემის შესახებ მომიყვა, რის შემდეგაც მოვიწვია გადაცემაში. ეკა მოგესალმები, მადლობ რომ იღებ მონაწილეობას და პირველ რიგში მოვუყვეთ მსმენელს რა პრობლემის წინაშე დგახარ. მოგესალმებით, მივესალმები მსმენელებს. პრობლემა ეხება ცათამბჯენის მშენებლობას თბილისში. ჩემი კორპუსის გვერდით ეს არის მარშალ გელოვანის გამზირზე, რომელიც არის დატვირთული ტრასა, შენდება 24 სართულიანი ცათამბჯენი. მართალია მშენებლობა ეხა დაიწყო და ჯერ საძირკველზე და გათხრის ეტაპზე არიან, მაგრამ მინიმალური ჩემ კონკურსსა და ამ მშენებლობას შორის დაშორება არის მინიმალური, იმდენად მინიმალური, რომ მეზობლები აივნიდან გავიცნობთ ერთმანეთს. მუშაობს დილის 8 საათზე იწყება მშენებლობა, მუშაობს მძიმე ტექნიკა, სწორედ ეს ის მხარეა, სადაც მე მაქვს ბავშვების ოთახი. გამოდის, რომ უნდა გავაუქმო და ამ ბავშვების ოთახში ერთადერთი ფანჯარა, საიდანაც შუქი შემოდის, არის სწორედ ეს სახლი. ჩემი კორპუსი არის 12 სართულიანი და წარმოიდგინეთ 12 სართულიან კორპუსს 1 მეტრიან დაშორებაზე, რომ აუშენებენ თავზე დააწამოაჭიმავენ 24 სართულიან ცათამბჯენს. რაც ყველაზე მთავარია, ამით ირღვევა ჩემი უფლება, უარესდება ჩემი მდგომარეობა. ეხლა იმდენად ხმაურია, იქ ბავშვები ოთახში ვერ შედიან, ყვირია, გაჩერდნენ. ანუ მე მთელი მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ჯერ კიდევ ცივა და ფანჯრები, აივანი არ გვაქვს გამოყენებული, გვაქვს დახურული. გამოდის, რომ მთელი მსაფხული მე უნდა ამოვლუქო ფანჯარა, ამოვლუქო აივანი, ვერ გამოვიყენო, დამაბნელონ, შუქი არ შემოვიდენ და არაფერი, ანუ ვიღაცამ უნდა აკეთოს ბიზნესი ჩემს ხარჯზე, ჩემი უფლებების ხარჯზე. ანუ ეს მშენებლობის დროს, როდესაც აშენდება, როდესაც აშენდება, უფრო უარესი პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ოთახებში, საძინებლებში შემოგვივარდებიან, ნაგავს თავზე დაგვაყრიან. რა ვიცი, ძალიან სერიოზული პრობლემაა. როდის დაიწყო ეს მშენებლობა? ეს მშენებლობა დაიწყო დაახლოებით 10 დღეა. ამ ტერიტორიას აქვს საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 2 სტატუსი და ამას შემდეგ ალბათ გავშიფრებ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მისი სიმაღლის კოეფიციენტი იყო 4 და 2. ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტერიტორიაზე მაღალსართულიანის ასეთი ცათამბჯენის მშენებლობა არ შეიძლებოდა. თუმცა 2015 წელს მშენებელმა კოეფიციენტი იყიდა და 97,340 ლარის სანაცვლოდ მის ამ ტერიტორიას მიენიჭა კოეფიციენტი 9, რაც იმას ნიშნავს, რაც გინდა ააშენე, სადაც გინდა წადი, არავის არაფერი ადარდებს. კომისიის თავმჯდომარე იყო, საბჭოს თავმჯდომარე იყო ბატონი ლაშა აბაშიძე, რომელიც გახავთ თბილისის მერის მოადგილე, ასევე კომისიის წევრი იყო გოჩა ბაბუნაშვილი, საკრებულოს ურბანული კომისიის თავმჯდომარე. გასაღებია, რომ მშენებელს ნებართვა აქვს ააშენოს, ანუ მშენებელს ყველანაირი ნებართვა აქვს. აქვს. უკანონო დაარაკეთებს, ანუ საბუთების მიხედვით ყველაფერი არის კანონიერი. აქვს, მაგრამ მას ვერ ექნება. ერთი წუთით ბოდიში შეგაწყვეტინებ, მინდა მსმენელს უთხრა, რომ ცხადია მე ამ საქმის კურსში ვიყავი გადაცემის დაწყებამდე. დავუკავშირდი მერიას და შევთავაზე პრესამსახურს, რომ ლაშა აბაშიძე ჩაგვერთო ტელეფონით, თუმცა ჯერჯერობით პასუხი კიდევ არ მაქვს. თუ გადაცემის მსვლელობისას დამიკავშირდებიან, აუცილებლად მას დაუსვამთ კითხვას ამის შესახებ. გასაგებია, რომ მშენებელს აქვს ნებართვა, მაგრამ მას ვერანაირი ნებართვა ვერ მისცემს უფლებას გააუარესოს ჩემი მდგომარეობა, ჩემი მცირეწლოვანი შვილების მდგომარეობა, რომელსაც ვერ ვაძლევთ საშუალებას ისარგებლოს იმით, რაც ჩვენ გვაქვს. თქვენ ვინ ჩააყენეთ საქმის კურსში? საქმის კურსში ჩავაყენე და თქვენი მეზობლებიც თუ არიან იგივე თქვენს პოზიციაზე? რა თქმა უნდა, საქმის კურსში ჩავაყენეთ პირველ რიგში ჩემი მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი, რომელიც ორჯერ იყო მოსული, ჩვენ ორჯერ შევხვდით და გავიარეთ საკითხები და მაქსიმალურად მოსახლეობას გვიჭერს მხარს და მაქსიმალურად ცდილობს, რომ არ იყოს ჩვენი უფლებები დარღვეული, ასევე ჩავაყერე მერია საქმის კურსში და მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ბატონმა მერმა მოკვლევა დაავალა ამ საქმეზე შესაბამის უწყებებს, მაგრამ ეხლა რაც მე ყოველდღიურად ვიღებ ფოტოებს და ფოტოებზე აშკარად ჩანს, რამდენად ახლოს არის ეს მშენებლობა ჩემს კორპუსთან,
ძირს ჩემი კორპუსის საძირკველთან მუშაობენ და ისეთი მძიმე ეს არ არის საშიში თქვენი კორპუსის სიმყარისთვის. როგორც მე სპეციალისტებთან გავიარე ამ თემაზე კონსულტაციები, გარებოს დამცველებთან და ასე შემდეგ. მეუბნებიან რომ ჩემი კორპუსი დაინგრევა. ეს ძალიან აუარესებს ჩვენს მდგომარეობას და როცა იქ ასეთი მძიმე ტექნიკა მუშაობს, ის რყევები ჩემს სახლში შეიმჩნევა, ჩემს კორპუსით შეიმჩნევა და ვერავინ დამიმტკიცებს, რომ მშენებელს აქვს იმისი ნებართვა, რომ გაუარესობს ჩემი მდგომარეობა. მით უმეტეს მოდის ზაფხული. მე არ მაძლევენ იმის შესაძლებლობას, რომ გამოვიყვანოთ ჩემი აივანი, ჩემი ის ერთადერთი მხარე, საიდანაც შემოდის მზის შუქი, დღის შუქი, მუშაობს მძიმე ტექნიკა, არის ხმაური, არის საწვავის სუნი, გამონაბოლქვის სუნი. და ამ ყველაფერს ემატება ის, რომ ამ მშენებლობის ორივე მხარეს, ერთ მხარეს არის ცენტრალური ტრასა, მარშალ-გელოვანის გამზირი, ხოლო მეორე მხარეს კი სარაჯიშვილის ქუჩა. ორ გამზირს, ორ ცენტრალურ ტრასას შორის მიმდინარეობს ამ ცათამბჯენის როგორია თქვენი გეგმები? ჩვენი გეგმებია ბრძოლა. პირველ რიგში მე შევეცდები ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე და ვცდილობ და ეს საინფორმაციო ბრძოლა უკვე დავიწყე და საინფორმაციო კამპანია მაქვს გაჩაღებული. მერია საქმის კურსია და რასაც შევძლებთ მაქსიმალურად გავაგრძელებთ. ახლა სატელეფონო ხაზია შორენა ბუხრაშვილი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. მოგესალმებით, ქალბატონო შორენა. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. მსმენელს. როგორც ვიცი, თქვენ ხართ საქმის კურსში, რაზეც საუბრობს ახლა ეკა. რას გეგმავთ, რომ როგორ შეიძლება რომ დაეხმაროთ დაუშვათ? დიახ, მე საქმის კურსში ვარ, მშენებლობა, რომელიც მიმდინარეობს გელოვანის გამზირზე და პრობლემას უქმნის მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლებს. მე ადგილზე გადავამოწმე ფაქტი, მშენებლობა ამ წუთში მიმდინარეობს. მე მოვიპოვე საბუთები თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმებაა განხორციელებული აღნიშნულ ფართზე. საზოგადოებრივ საქმიანი ზონა იყო და კოეფიციენტი იყო 4 და 2, რომელიც გაზრდილია 9 და 0-მდე, მაგრამ ჩემს ეჭვის საფუძველს ყველაზე მეტად ამყარებს ის, რომ საზოგადოებრივ საქმიან ზონაში, რომელიც დატვირთული უნდა იყოს საზოგადოებრივი ფართით, მიწის ნაკვეთის ფართობი არის 1763, საცხოვრებელი ფართობი არის 11179 კვადრატული და საზოგადოებრივი ფართობი არის 267 კვადრატული და კომერციული ფართობი არის 503 კვადრატული. ჩემთვის წარმოუდგენელია საზოგადოებრივ საქმიანი ზონა მხოლოდ 800 კვადრატს მოიცავდეს და დანარჩენი 11179 კვადრატული მეტრი იყოს საცხოვრებელი ზონა. აქ ეჭვის საფუძველს და კითხვების დასმის შესაძლებლობას იძლევა სწორედაც ეს აღნიშნული დოკუმენტი და მე გარემოსდაცვის კომისიის ფორმატში აუცილებლად ამ კვირაში მოვიწევ სხდომა, სადაც ანუ რა არის თქვენი ბერკეტი ამ შემთხვევაში როგორც მაჟორიტარი დეპუტატის როგორ შეიძლება თქვენ როგორ შეიძლება სამართლებრივი კუთხით თუ შევხედავთ აღნიშნულ დოკუმენტებს აბსოლუტურად გამართულია და ამ კუთხით ჩვენ ვერ დავსვავთ შეკითხვებს, თუმცა შეკითხვები დაისმება აუცილებლად მიზანშეწონილობის კუთხით, რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნულ ტერიტორიაზე კოეფიციენტის 9 და 0-მდე გაზრდა. ერთ-ერთი საბჭოს წევრი გვეუბნება ასეთ არგუმენტს, რომ გამომდინარე იქედან, რომ კარკასია მთავარი შემოსასვლელი ქალაქში სავიზიტო შენობით შესაძლებელია აქცენტირებული მოცულობის გაჩენა. ძალიან მაინტერესებს, როგორ შეიძლება 24 სართულიანი კორპუსი აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე იყოს სავიზიტო შენობა თბილისში შემოსვლელი მოქალაქეებისათვის. გასაგებია, თქვენ ახსენეთ წეგან რომ მოიწვევთ კომისიას. დიახ. და განიხილავთ რას, როდესაც კანონიერად ხდება, როგორ გაიზარდა კოეფიციენტი, შეიძლება რომ შეიტანილი იყო აქ კოეფიციენტი, იყვნენ თუ არა ჩართულები იმ სამეზობლოს წევრები, რომლის გვერდითაც უნდა იყოს აშენებული ეს 24 სართულიანი კორპუსი და არის თუ არა დაცული სამეზობლოს მოთხოვნები იმ სამეზობლოსი, რომლის წარმომადგენელი ქალბატონი ეკა. და ქალბატონი შორენა, ანუ ჩვენ საუბრობთ ახლა წარსულში, მაგრამ რეალურად რა შეიძლება რომ შეიცვალოს? შეიძლება რომ შეიცვალოს რამე, მით უმეტეს, როდესაც ყველანაირი ნებართვა გაცემულია. მსგავსი პრეცედენტები ჩვენ გვქონდა, მაგალითად, თუკი სასამართლოს გზით წავა აღნიშნული მოსახლეობა,
მაგალითად ასათიანის ქუჩაზე აღარ უნდა წარმოებდეს ის მშენებლობა, მაგალითად ვაკის პარკში შეჩერებულია მშენებლობა, რომელზედაც ასევე გაზრდილი იყო კოეფიციენტები, მაგრამ მე მაქვს უფრო ცუდი მაგალითები იმისა, ჩემს სამაჟორიტარო ოლქში, როგორ გამოეცალა მაგალითად ერთ კორპუსს, რომელიც მდებარეობს 4000 მესხის 9 ნომერში გვერდით მშენებლობის გამო საძირკველი, ასევე შეპესე ჯუბას ტერიტორიაზე, როგორ მოხდა ჩამონგრევა ტერიტორიის, მაშინ როცა გვერდით კანონიერად გაცემული ნებართვით და კანონიერად მიმდინარე მშენებლობებით ჩამოინგრა გამოეთხარა ძირი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს. დიდი მადლობა ქალბატონო შორენა, მე მსმენელს შევახსენებ შორენა ბუხრაშვილი გვერდებოდა ტელეფონით, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. ეკა, თქვენ ვისთან გაქვთ პრეტენზია, კომპანიასთან თუ დედაქალაქის მერიასთან? მე პრეტენზია მაქვს ორივესთან, დედაქალაქის მერიასთან მაქვს პრეტენზია ის რომ ის მისცა ნებართვა რომ მე ვეთანხმები შორენას რომ არ გაითვალისწინა რა შეიძლება, რა ზიანი შეიძლება ამ ყველაფერს მოიტანა ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე ქალაქისთვის და ასევე პრეტენზია მაქვს მშენებელთან მართალია მას მშენებლობის ნებართვა აქვს, მაგრამ მას არ აქვს იმის უფლება რომ ჩემი მდგომარეობა გაუარესოს. შორენა ბუხრაშვილმა ახსენა სასამართლო თუ გიფიქრიათ სასამართლოს გზით. რა თქმა უნდა, სასამართლოს გზისაც ყველანაირად ვიბრძოლეთ. ამ ეტაპზე მე დავიწყე საინფორმაციო ბრძოლა, რადგანაც მე თვითონაც თქვენი კოლეგა გახლავთ და მიმიწვდება ხელი ბევრ შესაძლებლობებზე, ყველანაირ შესაძლებლობებს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი უფლებები არ იყოს დარღვეული და ჩვენი კორპუსი არ დაგვემხოს თავზე. მადლობა ეკა, ჩემი მეორე სტუმარია მარიამ ბაქრაძე, არქიტექტორი. გამარჯობა მარიამ, მადლობა რომ იღებ მონაწილეობას გადაცემაში. რა არის გამოსავალი ამ სიტუაციებში, როდესაც არსებობს ნებართვა? მე ცოტა ესე დავიწყებ ცოტა შორიდან ამ საკითხის განხილვას. დეველოპერს და ინვესტორს რის უფლებასაც მისცემს ქალაქის მერი იმას გააკეთებს. სწორედ ეს კითხვა დავსვით წეგან მერიასთან გაქვთ პრეტენზია ანუ მეორე ხარისხოვანი არის კომპანიებთან პრეტენზია, იმიტომ რომ რასაც მოითხოვს, ანუ მერიას აქვს უფლებამოსილება რომ დაუწესოს წესები, რის მიხედვითაც უნდა ჩაეწეროს ამ ქალაქის ცხოვრებაში ყოველი დეველოპერი. თუ მერია მისცემს ასეთ ნებართვას, გასცემს, მაშინ ის ააშენებს, რა თქმა უნდა, არანაირი შეზღუდვა არ ექნება. და ვერაზოს ვერ მოვთხოვთ რაღაც ნამუსიანობას და მორალურობას, იმიტომ რომ ის კერძო ის არის და კერძო კაპიტალი აქვს და კერძო ფულით აკეთებს ამ ყველაფერს და მერიას და სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებს ჩვენ ვუხდით ფულს და უნდა მუშაობდნენ საზოგადოებრივ ინტერესის გარშემო უნდა ემაშვებოდნენ. მინდოდა იმის თქმა, რომ კოეფიციენტის გაყიდვა კანონით დაშვებული არის. ანუ მოდი მსმენელსაც განვუმარტოთ, რას ნიშნავს კოეფიციენტის გაზრდა. კოეფიციენტის გაზრდა ნიშნავს იმას, რომ არსებობს ყოველ უბანში და ყოველ ზონაში დაწესებული კოეფიციენტი არსებობს. და იმის ფულის გადახდის შემთხვევაში შესაძლებელია მომატება. ემატება, ანუ კოეფიციენტი თუ ემატება, ანუ უფრო დიდი მოცულობის ხო, ანუ კოეფიციენტი სიმაღლეზე. ხო, ანუ ეს არის მიწის ფართობი შეფარდება სიმაღლესთან, ანუ რაღაცა მიწის ფართობზე არის დაწესებული, რომ აი ამ უბანში თქვათ არის ამდენი კოეფიციენტი და მე ემატება იმ შემთხვევაში თუ მინდა რომ მაღალი ავაშენო უფრო ვიდრე ჩემ მემაში არის რა ქვია ანუ კანონშიაც მიწერია რომ მეტეოდე ამ შემთხვევაში მაგრამ ამ კონკრეტულ მაგალითზე არის ესეთი სიტუაცია რომ ამ ზონაში საზოგადოებრივ საქმიან ზონაში არ არის დაშვებული საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მხოლოდ სპეციალური შეთანხმებით შეიძლება ამის გაკეთება რასაც ამ შეთანხმებას ითანხმებს მერი ან ვიცე-მერი არ ვიცი ზუსტად როგორ ხდება ხოლმე ეს გააჩნია თვითონ იმ კონკრეტულ შემთხვევას მაგრამ უნდა იყოს დასაბუთებული რატომ გავცემთ ამ ამას მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ შემთხვევაში არანაირი დასაბუთება არ არის იმიტომ რომ აბსოლუტურად დასაბუთება ის ქალბატონმა შორენმა ახსენა რომ სავიზიტო ქალაქი უნდა იყოს აღმაშენებელ სავიზიტო შენობა ეს ცათაბჭენი ეს რამდენად გამოდგება ამ შემთხვევაში დასაბუთებად ნამდვილად არ გამოდგება იმიტომ დასაბუთება უნდა იყოს ესეთი გაწერილი არსებობს ეს წერია რომ უნდა იყოს
მნიშვნელობა უნდა გაიწეროს ამ მშენებლობის. ანუ ეს უნდა იყოს საზოგადოებრივისთვის სიკეთე უნდა მოქონდეს, საზოგადოებრივი ინტერესი უნდა აკმაყოფილებდეს. აი მაგალითად მოვიყვანოთ ესეთი მაგალითი, რაღაცა სამანტყოფო დაიწვა სიტყვაზე და ახალი უნდა აშენდეს და აი ამ შემთხვევაში შეიძლება ანუ რაღაცა ნიშნულობა უნდა იყოს ამ მშენებლობის ისეთი, რომ მოხდეს ამის შეთანხმება. ანუ ამ შემთხვევაში არანაირი ეგეთი შემთხვევა არ გვაქვს, არის ხო, ანუ ეს არის მშენებლობა იმისთვის, რომ ვიღაცეებმა მოგება ნახონ. ანუ კერძო ინვესტორმა და მე როგორც დაუშვათ მომხმარე კლიენტი სამშენებლო კომპანიის, როგორც ეკამ აღნიშნა, იმდენად ახლოს შენდება ეს შენობა, რომ აივანზე შემიძლია ხელი ჩამოვართვა ჩემს ახალ მეზობელს. მე ასეთ ბინას არასდროს არ ვიყიდი, როდესაც წინ ასევე მექნება ბეტონი და წინა корпуსის ცხოვრებლები და მე ვიცხოვრებთ ერთად ფაქტიურად ერთ სახლში. ანუ რეალურად რამდენად შეიძლება აწყობდეს კომპანიას აი ასეთი ტიპის სახლები, იმიტომ რომ რეალ მე არ ამგონია ბევრს მოუნდეს ასეთი ტიპის სახლში ცხოვრება. ეს არის 12 სართულზე, თქვენ რასაც ამბობთ. დანარჩენი 12, ჩემი корпуსი 12 სართულიანია. დანარჩენი 12, აქ შეიძლება უფრო იაფით ღირდეს ბინა, აი ეს ამ მხარეს, სადაც მეზობლები ესე ახლო ურთიერთობაში არიან, სხვა მხარეც ხომ აქვს. იქ ალბათ უფრო ძვირად გაიყიდება ბინები. ანუ ეს არის ბიზნესის კეთება ჩემი უფლებების ხარჯზე. მე ესე აღვიქვა. ხო, მე საერთოდ ესე აღვიქვა, რომ არანაირის ხარჯზე უბრალოდ არის ბიზნესის კეთება. ზოგადად ტენდენციებია აი ამ ტიპის მშენებლობების. ესეთი მშენებლობები, რომლებიც არის მრავალსართულიანი და მოგებაზე ორიენტირებულია, ანუ კომპანიის მოგებაზე ორიენტირებული, გვაქვს ესეთი სიტუაცია, რომ რეალური მომხმარებელი ამ ბინებს არ ყავს. ხედავთ ძალიან ბევრ მშენებლობას დასრულებულს, რომელიც სარიელი დგას, იმიტომ რომ იქ არავინ არ ცხოვრობს. ანუ რეალური საჭიროება ქალაქს ახალი ბინების არ აქვს. ანუ ქალაქს მე გულისხმობ ქალაქის მოსახლეობას. არ ჭირდება ამდენი საცხოვრებელი ფართი თუ რაც ქვია, ვიდრე რასაც ხედავთ. ეს არის კომპანიების ბიზნესი, რომელიც მომენტალური მომენტ შემდეგ უბანს, ქალაქს უბნებსაც აკლდება ფასი, მაგის მაგალითები გვაქვს ვერაზე, ფიქრის გორაზე გაჩენებულ ჯოჯოხეთში ფასია დავარდნილი, ყიფშიძის ქუჩაზე ჯოჯოხეთია და იქაც ფასი ვარდება ბინების, ანუ ცენტრში ვარდება ბინების ფასი, აქაც იგივე შეიძლება მოხდეს ისტერიული მშენებლობის გამო. ამ შემთხვევაში გვაქვს ესეთი ისა რომ მოგებაზე ორიენტირებული არის ყველაფერი, ოღონდ მომენტალურ მოგებაზე, ანუ მომავალში რა სამომავლო მოგების ინტერესი საერთოდ არ არსებობს. მე საერთოდ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ისტერიული მშენებლობა არის რაღაცა ფულის გათეთრების ერთ-ერთი მეთოდი, რომ რაღაცა შემოსავლები ვიღაცებმა გადაისროლონ ამ მშენებლობებში და რაღაცა დაიმალოს, იმიტომ რომ ნამდვილად არ აქვს თბილისს ამდენი საცხოვრებელი ფართის აუცილებლობა და მოთხოვნა. ხო, იმიტომ რომ ხედავთ ძალიან ბევრ მშენებლობას, რომელიც სარიელი დგას. იგივე პრობლემაა, მე მგონი, აკადემქალაქში, სპორტის სასახლის უკან, სადაც ასევე სისტემატიურად იმართება აქციები, ერთ-ერთ გადაცემას აუცილებლად დავუთმობ ამ პრობლემასაც, კონკრეტულად იმ პრობლემასაც. მანდაც სწორედ ეს არის, რომ ანუ გზაც კი არ დატოვეს, მე ვუსმენდი ერთ-ერთ იქ ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომელიც იძახდა, რომ არ დატოვეს სამანქანო გზა, არ დატოვეს საფეხმავლო გზა და მართლა ხوار გადავფრინდები ჩემი სახლისკენ. შეიძლება რომ კონსერვაცია მოხდეს ხოლმე ასეთ შემთხვევებში. არსებობს ესეთი მეთოდოლოგია თუ რაც ქვია პრაქტიკა, რომ ხდება რაღაც უბნების კონსერვაცია იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს. არ თქვით რომ ამ ტერიტორიას ჭირდება, ხო, როგორც არქიტექტორი კონსერვაცია. ამ ტერიტორიას აუცილებლად ჭირდება, იმიტომ რომ აბსოლუტურად არაჯანსაღი საცხოვრებელი პირობები არის და იქ აუცილებელია გაჯანსაღება. კიდე ესეთი პრობლემა გვაქვს ძირითადად ახალმშენებლობების ნებართვების გაჯანსაღებაში გულისხმობთ გამწვანებას, ალბათ სპორტული პარკინგის გაჩენას და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი მეთოდოლოგია არსებობს, როგორ შეიძლება გააჯანსაღო ესეთი უბნები. რთული იქნება და ბევრი წლების სამუშაო არის, მაგრამ გაკეთებადია. კიდე ერთი პრობლემას ვასკდებით ესეთ მშენებლობებზე, თლიან მიწის
მიწის ნაკვეთზე ხდება მოშენება, ანუ არ არის არასდროს გათვალისწინებული ეზო, სადაც თქვათ ბავშვები ითამაშებენ და ასე შემდეგ. ანუ მთლიანად ხდება მთელი საკადასტრო ერთეულის ათვისება, რომელიც და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ზუსტად ეს არის, რომ მთლიანი მიწის ნაკვეთი ხდება ათვისებული და სადაც არ არის აუცილებელი ისენი რა ქვია ფაქტორები ეს არის გამწვანება ეს არის შენობებს შორის დაშორება ეს არის იყო მწვანე ნარგავები რამდენი არაერთი ხე მოიჭრა ეხა მე ამ კონკრეტულ მშენებლობაზე ვგულისხმობ არაერთი ხე და მათ შორის იმ ჩემს корпуსთან რომელიც ვთქვათ ესაზღვრება სადაც მივიდნენ უკვე მშენებლობაზე პირველად აყვავდა ხეხილი რომელიც იქ ჩაყრია უკვე ამ ხეხილთანაც კი მივიდნენ გამოთხრილი აქვს წირი მარიამ რა შეიძლება როდესაც აქვს მშენებელს ყველანაირი ნებართვა რას ხედავთ გამოსავალს ანუ კიდევ დაუბრუნდები აი ამ კონკრეტულ მაგალითზე თქვენ თვლით რომ შეიძლება რომ რამე შეიცვალოს რა თქმა უნდა შეცვლა შეიძლება იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინტერესი უფრო და საზოგადოებრივი სარგებელი თუ სიკეთე უფრო მნიშვნელოვანი არის ყოველ შემთხვევაში ვიდრე კერძო საკუთრება დღევანდელი მთავრობა ძალიან გადაფოფრილია კერძო საკუთრების დაცვაზე მე მესმის რომ თქვათ რაღაცა ეკონომიკური სარგებელი აქ უნდა იყოს და გვჭირდება ეკონომიკური სარგებელი მაგრამ ეს ეკონომიკური სარგებელიც რაღაცა გრძელვადიანი სიკეთის მომტანი უნდა იყოს და არა იმწუთეობრივი მე მგონია რომ ამ შემთხვევაში შესაძლებელი არის რაღაცნაირად აი ამ ადამიანებმა მე მგონია რომ შესაძლებელი არის ადამიანებმა მოითხოვონ და მოკლედ მერიამ შეასრულოს ეს ის რომ ანუ მერიას მოცულობა შემცირდეს იმისთვის რომ ჯანსაღი გარემო იყოს და ჯანსაღი პირობებში აღმოჩნდნენ სამეზობლოც და თვითონ იმ სახლში მოსახლეებიც პოტენციური მყიდველებიც რომლებსაც ჭირდებათ რეალურად ეზო და გამწვანებული ტერიტორია თუნდაც მაგრამ მოთხოვნა ცალსახად შეიძლება მოსახლეობამ დააყენოს რომ შეიცვალოს პროექტი თუნდაც მოცულობა შეიცვალოს სიმაღლე ალბათ არ შეიცვლება სიმაღლე არ ამგონია იმიტომ რომ ეგეც შესაძლებელია იმიტომ რომ მერიას აქვს ყველანაირი ბერკეტი რომ ეგეთი რაღაცები გააკეთოს პოლიტიკური ნება არის ამისთვის საჭირო რომ თქვას რომ აი მე ვცვლი რაღაცას იმიტომ რომ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალი არის და კარგად მინდა მოვიქცე, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ნებისმიერი მშენებლობის ნებართვა არის ადმინისტრაციული აქტი თუ რაც ქვია, რომელსაც შეუძლია თვითონვე შეცვალოს, ანუ რასაც გამოსცემს მე თვითონ ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს. და ამის ვალდებულებაც აქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვუხდით მათ ხელფას და ჩვენ დაქირავებულები არიან, ესე ვთქვათ, მერის ნებისმიერი თანამშრომელი. აი სპეციალური ზონალურ შეთანხმებასთან დაკავშირებით მინდოდა თქვენთვის როგორც არქიტექტორისთვის მეკითხეთ, თქვენ გადახედეთ ამ კონკრეტულ საქმეს, დოკუმენტაციაში ჩაიხედეთ, თუ ნახეთ დასაბუთება? ხო, ანუ ამ ეს დასაბუთება ვერ ვნახე, შეიძლება არ იყოს ეს გასაჯაროებული, მე ვერ მოვიძიე, მაგრამ უნდა იყოს აუცილებლად, ეს არის ერთ-ერთი რა ქვია, შემადგენელი თუ რაც ქვია, მნიშვნელოვანი რაღაცა არის, როდესაც დასაბუთებით კეთდება ეს შეთანხმება. დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, ეკა ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს, მე გისურვებთ რომ წარმატებას როგორც მარიამა თქვა корпуსი აშენდება რეალურად ვერავინ ვერ წაართმევს მათ ამას უფლებას, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირად შეთანხმდეთ და ესეც ძალიან კარგია საზოგადოებრივი აქტიურობა და რაც უფრო მეტად გავაქტიურდებიან ადამიანები, მგონია რომ უფრო მეტად შეიკავებს თავს მერია და ასე შემდეგ. და კარგია რომ მერია ბატონი მერი, ბატონი დავით ნარმანი დაინტერესდა ამ თემით და უკვე დაავალა გარკვეულ. ხო, კარგია ხოლმე რომ მანამდე დაინტერესდნენ, სანამ გაიცემა ნებართვები. მე დავამატებდი რომ ხალხის აქტიურობა და საზოგადოების აქტიურობა შეცვლის მხოლოდ თბილისში ვითარებას, იმიტომ რომ ეს მარტივად აღარ იქნება გაცემული ნებართვები და უფრო მეტად იფიქრებენ. ანუ როდესაც იგრძნობენ ხელისუფალნი რომ მათ აკონტროლებს მოსახლეობა, მით უკეთეს, ან მით უფრო ჯანსაღად შეხედავენ რაღაცეებს. დიდი მადლობა. ჩემი სტუმრები იყვნენ ეკა გულუა, მარიამ ბაქრაძე. მე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.
ქალაქი ამბობს, რადიო ქალაქზე.